მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახეთ ჩვენ, როგორი იქნება ეს კვირა, უკვე ახალი წელიც მოვიდა, ხო? გაიოგო საინტერესო დღეები გქონდათ, ვნახოთ ახლა ჩვენი ტრადიციული გაშლა, რომელიც ეხება კარიერას, რომელიც ეხება ფინანსებს და ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ვნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ ახლა, აბა ვნახოთ როგორ ხართ უკვე და მე აუცილებლად ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით, რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება სულ ყველა სფეროებზე, ხო? ვნახოთ ახლა ეს ვისთვის იქნება დღევანდელი ინფორმაცია. ეს ვისთვის იქნება დღევანდელი ინფორმაცია, ვნახოთ რა ენერგიებში იქნებით. ანუ რა ენერგიებში იქნება რა, შეიძლება რაღაც მოვლენებს გვაჩვენებენ ჩვენ, ხო? სამომავლოდ, მომავალ წელს. მომავალ წელს, მომავალ კვირას, ვაიმე ღმერთო ჩემო. რო ვაკეთებ ახლა იმას. წლიური გაშლებს. Так, აბა ვნახოთ ახლა რა იქნება ენერგიის და მიხედვით და რა თქმა უნდა სფეროები. საქმე ბიზნესი, სწავლა, ვის რა აქვს, აბა ვნახოთ, რა ვიზზე გვეტყვიან დღეს. გვაჩვენეთ რა ენერგიებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფინანსები, ვნახოთ, რას იზავენ ფინანსები, რას იზავენ, როგორ მოფრინდებიან, ხო? აბა ვნახოთ. Так, შემდეგი ურთიერთობა, ხო? რა გველოდება ურთიერთობაში, ვნახოთ ახლა ჩვენ. რა ახალ კვირაში. ვნახოთ. რას მოგვიტანთ? დავიწყოთ. ანუ, ახლა რა ენერგიები, იმპერატორის ენერგია, ხო. ჩემო ლამაზებო, აქ შემიძლია გითხრათ მე თქვენ რას. ენერგია არის ძალიან მაგარი. ეხლა თქვენ ხართ, როგორ იცით, იმპერატორის ენერგია არის როგორი იცით, ახლა როცა მე მინდა ყველაფერი შემიძლია, ანუ აქ ადამიანი არის, როგორ იცით, მე ახლა აქ იცით, უბრალოდ შეიძლება. ნახეთ რა საინტერესო, მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ცოტა რაღაცა შიში გაქვთ, გამომივა, არ გამომივა. სხვათა შორის აქ როგორი მაინც იეროფანტი ყოველთვის ახლა რადასაც არ უნდა იყოს, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ახლა საერთოდ ენერგია მასწავლებლის, ეს არის ენერგია, შეიძლება даже კი რა ოჯახური და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ვიღაცა აქ, ეს რატომღაც ახლა შეიძლება ბიჭებისთვის წამოვიდეს ინფორმაცია, გადაწყვეტილებას იღებს უნდა რომ შექმნას ოჯახი, მაგრამ შიში აქვს. სხვათა შორის ეშინია რა იქნება, შეიძლება ნახეთ კიდე ვიღაცას უნდა გაცნობა. აი მინდა რომ გავაცნო ჩემი თქვა რჩეული, მაგრამ მეშინი არ ვიცი ოჯახში როგორ მიიღებენ მაგას. რა სიტყვიან, ან შეიძლება წარადგინოთ, გინდა თქვა, ახლა უკვე ყავთ ვიღაცა ადამიანი და მის წარდგენა გინდა და გეშინეთ. რაც ეხება საქმიან სფეროს სიტყვაზე, ხო? აქ არის როგორი მომენტი. შეიძლება გინდათ უკვე, ანუ გადაწყვეტილება არის მიღებული, მაგრამ აქ თითქოს რაღაცა ისეთი უმნიშვნელო შიში არის, აი რომ იკითხება, იმიტომ რომ იმპერატორი ისეთი ენერგია, როცა ადამიანი არის პროფესიონალი, მე ვიცი, მაგრამ შეიძლება აი გოგოებო თქვენ ვინც მუშაობთ საზღვარგარეთ, აქ შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი მომენტი, პირველი, რაც ეხება სამსახურს, გამიშვებენ, არ გამიშვენ, ვიშოვი თუ არა, აი სამსახურზე კიდე ნახეთ ახლა მოდიოდა ინფორმაცია. ნახეთ შეიძლება დაუშვათ თქვენ არჩევანი გააკეთეთ ვიღაც ადამიანზე, გინდათ მასთან ყოფნა, მაგრამ სხვაობა
აქ არის სხვაობა რელიგიური შეიძლება სტატუსის რაღაც სხვადასხვა ახლა და ამის შეშინეთ გამოგივა თუ არა ან ის ადამიანი ჩემი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვათ რომ სერიოზულში გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა რომ აი ეს ზუსტად ეს სტატუსები და რაღაცები ხო არ შეგვიშლის ხელს აი ეგეთი მომენტი კიდე მინდა რომ გავხდეთ თქვათ პროფესიონალი რაღაც საქმეში მაგრამ შიში მაქვს თქვათ დაუშვით ახლა მე მეყოფა თუ არა ჩემი ცოდნა სხვათა შორის ადამიანი რომელიც სულ სწავლობს და სულ წინსვლა უნდა და მიისწრაფა მაგას სულ აქ შიშები ანუ კიდე ხომ არ დაუშვით ну რამე კიდე უნდა ვისწავლო ან დაუშვოთ ახლა ეს სწავლა მომიტანს თუ არ მომიტანს მე დაუშვოთ ახლა იმ შედეგს რა შედეგს ველოდები და თუნდაც რომ გრძნობდე თავს რომ მე ნამდვილად უკვე შემიძლია ხო მე უკვე უგრძნობ რომ პროფესიონალი ვარ ჩემ საქმეში ნებისმიერ საქმეში ხო მაინც რაღაცა თითქოს აი არ ვიცი შიში მაქვს აი ეგეთი რაღაცა რომ აი კიდე ცოდნა მეყოფა, აი კიდე რაღაცა, იმიტომ სულ სწავლობენ ეს ადამიანები, ხუთშორის პროგრამაც არის ესეთი მატრიცაში, როცა ადამიანს ქონდა უამრავი, ну იქაც მეხუთე ენერგია თამაშობს, ანუ იმ ბევრი ცოდნა ქონდა ადამიანს, მაგრამ რაღაც არასწორად გამოიყენა და აი ამ ცხოვრებაში ეს ადამიანი სულ ცდილობს რომ ვისწავლო, მაგრამ გაცემა ეშინია თავისი ცოდნის. იმიტომ რომ აი წინა ცხოვრებაში ეს ქვეცნობიერ შედევს რომ მე დავაშავე, მე რაღაცა ვერ გავაკეთე და აი ახლა უნდა ყველაფერი იდეალურად ვიცოდე იმისთვის რომ მე დაუშვოთ ჩემი საქმე გავაგრძელო, გაიგეთ, ან დავიწყო თუნდაც, ხო? არის ეგეთი მომენტები, რატო არის ხოლმე რომ აი ეს შემთხვევაში ჭკვიან ადამიანს უფრო ეშინია რისკისა და ზოგჯერ გადახედავ თუნდაც აი ადრეც იყო ეგ თემა რომ ბიზნესმენები უფრო ეს ყოველს არ ქონდა დამთავრებულები, მაგრამ მიდიოდნენ და უფრო კარგად ან ვაფშე ოროსანი ვიღაცა იყო და იყო მილიონერი და ვინც იყო თქვათ ახლა კარგი მოსწავლე, იმას ახლა შიში ქონდა თქვათ, ну რისკიანი არ იყო, იმიტომ რომ ზუსტად ისინი ახლა იმად არ აკეთება ეს პროგრამები და მიდიან რა და ну აქ ადამიანი მაინც უფიქრდება რაღაცას, ხო? ну პრინციპში მაგრამ მაინც მზად ხარ თქვენ რომ რაღაცა ну გავრისკო, მინდა რაღაცა დავიწყო მაინც კი ბატონო. ну თუ იცანი თქვენი სიტუაცია ნახოთ როგორი ენერგიები იქნება თქვენთვის. ну პრინციპში ნახეთ მოერევეთ თქვენ, კი. თქვენ ამას მოერევეთ, იმიტომ რომ მიხვდებით თქვენ რომ ეს არის ყველაფერი აი შიშები რა. ანუ პრინციპში რა არის ახლა აქ შეიძლება ხო ხდებით რომ ადამიანს აქ ძალა ყველანაირი ტვინი ყველაფერი მაგრამ შიში ხო მოერევეთ ამას აბსოლუტურად მოერევეთ რომ მიხვდებით რომ ანუ აქ თითქოს ენერგია გაიღვიძებს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეს აქ არის როგორ ეს უფრო ფიქრები და თქვენ მოერევეთ, შეიძლება თქვათ რამე პრაქტიკებს გააკეთებთ ან რაღაცას, ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ აქ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ეს ენერგია უნდა მოგემატოთ რა. და შეიძლება რაღაც ესეთი მომენტებიც მოხდეს, როცა თქვენ მიხვდებით, რომ არა მე ვჯობი ვარ, იმიტომ რომ ნახეთ შეიძლება აღიარებაც მოხდეს, აქ არ გამოვრიცხავ თქვენი და თქვენ დაუმტკიცებ სხვებს, რომ კი მე მაგარი ვარ რა და შეიძლება ადამიანები კიდევაც შემოგხედავენ, რომ ისე კი მართლა ეგ ძალიან მაგარი ვიღაცა ყოფილა რა. იმიტომ რომ აქ ახლა საერთოდ ხუთიანები არის კრიზისული, მაგრამ ხუთიანი ხმალების აი ხუთი, ну მეხუთე ენერგიებში არის ყველაზე უფრო ისეთ წარმატებული, ანუ ადამიანი ერევა იმ თქვა თავის ტკივილებს, იმ თავის თქვა ფიქრებს, იმ თავის თქვა ანუ ძალას იკრებს და მიდის წინ. აქ არ ზის ადამიანი იმ თქვა ენერგიებში, რომ არა, თქვა ანუ ვიგლოვო და ვინერვიულო, არა. აქ ადამიანი ყველაფერს გააკეთე, მე დაგიმტკიცებთ, რომ მე ვარ მაგარი და ეს შიში ალბათ წავა, ყველა ვარიანტში წავა, იმიტომ რომ აქ ახლა ადამიანი ნახეთ რა ენერგიებში გადადის, მე დაგიმტკიცებთ, რომ მე მაგარი ვარ, აი რაღაც ეგეთი მომენტი მოდის აქ რა. ну ნახოთ ახლა რა სფეროში რა ხდება კარიერა, აქაც იმპერატორი შეხედეთ, მე გეუბნებით, აქ არის როგორი თემა,
კიდევაც აი აქ ადამიანი გადალახავს ყველანაირად თავის შიშს, გადალახავს იმას, რომ ბოდიშით ანუ თითქოს როგორ არის, იცით, აი აქ ხო არის ეს მომენტი, მაგრამ აი ეს არკანი ცოტა აქ ნერვებს მიშლიდა, რომ ახლა იმპერატორს როგორ შეიძლება, იმიტომ რომ აქ როგორ არის, იცით, აი საერთოდ ახლა იეროფანტი არის ისეთი ენერგია, როცა მე ვიცი, რასაც მე ვაკეთებ, გაიგეთ? ეს ესეთი მომენტი არის და პლუს კიდე ეს არის უფლის ენერგია. რომ ესე იგი, მაგრამ შიში აქ ადამიანს, ნუ აღარ დაუბრუნდები, გითხარით, всё. ეხლა ნახეთ. რაც ეხება პროფესიონალურ თემას, აუცილებლად თქვენ აქ იქნებით, აი აქედან გამოდიხართ, როგორც აი ეს ენერგია გვაჩვენეთ ჩვენ. მოერევეთ, თქვენ აქ გასცემთ თქვენს ცოდნას მაქსიმალურად პროფესიონალურად რა და აღიარებაც გექნება. თქვენ ხო შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ არ ვიცი და კიდე რამე უნდა ვისწავლო, მაგრამ აი აქ მოხდება თქვენი აღიარება. თქვენ პროფესიონალიზმს აღიარებენ. შეიძლება თქვენ რაღაც ახალი დაამთავრეთ, გაიგეთ, იმიტომ გაქვთ აქ რაღაცა შიში, ხო? და ახალი ცოდნა მაქვს შეძენილი, ახალი ეხლა რა თქმა უნდა, დაუშვათ ადამიანი მთელი ცხოვრება თქვათ იყო დაკავებული სხვა პროფესიით და უცბად თქვათ შევიდა და დაიწყო, ნუ ხარ როგორც აი მაგათ ჩემ გოგოები, ხო, სხვადასხვა პროფესიების იყვნენ, ხო, ვინც მე დაიწყეს სწავლა და კი რა თქმა უნდა შეიძლება გქონდეთ ეს შიში, რომ მე შევძლებ დაუშვოთ ეხლა რომ ან ბიჭებიც მყავს ბოდიში ბიჭებო არ გეწყნოთ ჩემო კარგებო და დაუშვოთ ეხლა აი შევძლებ მე ამ შეძლებ ძალიან კარგად და კიდე ახალი რაღაცა გაგეხსნება სხვათა შორის კიდე ახალი ცოდნა ახალი სურვილები. კიდე შეიძლება თქვენ რაღაცა, თქვათ, რაც თქვენ გიზიდავთ, რაც თქვენ გინდათ რომ შეისწავლოთ, თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ მე მინდა პროფესიონალურ დონეზე მქონდეს ამაზე ცოდნა. ნუ არის ზოგჯერ თქვათ მომენტები, რომ ჩვენ ახლა რაღაცას თქვათ ვიცით, გვიზიდავს, მაგრამ ნუ არა ვარ თქვათ მე ახლა დიპლომი არა მაქვს, ხო სიტყვაზე ან ვგრძნობ, რომ კიდე მჭირდება რაღაცა, რომ თქვათ უფრო დამამად ვიგრძნო თავი და უფრო პროფესიონალურად, ხო? ახლა ნუ მაგალითად მე მწერენ გოგოები, რომ აი დაუშვათ ტაროსთან მაქვს კომუნიკაცია უკვე დაუშვათ დიდი ხანი, მაგრამ აი მინდა რომ კიდე უფრო პროფესიონალურ დონეზე კარგად ვისწავლო და ამიტომ მოდიან და სწავლობენ დაუშვათ ჩემთან აკადემიაში, ხო? ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აქ ამაღლებს ადამიანი თავის პროფესიონალიზმს მაგაში. ცუდი კი არა, მე ხო გითხარით ეხლაც კიდე 2 კურსი ნაყიდი მაქვს და კიდე მაქვს სულ სწავლობ რაღაცას. ეს ძალიან კარგია პრინციპში, არ არის ეს ცუდი მომენტი, როცა ადამიანი სულ ფიქრობს თავის განვითარებაზე, იმიტომ რომ აი აქ ადამიანს შეიძლება თქვენ დაუშვათ რაღაც სხვა შორის რაზეც თქვენ ნერვიულობდით იმიტომ რომ პირველად მივდივარ მე იმას და ვნერვიულობ, აღიარებული იქნებით. ეს აი даже ხა ცოტა უბრალოდ რო ჩამოვიდეთ, აი დაუშვათ სამსახურში მიდიხართ თქვენ და სტაჟორად თუნდაც და გეშინიათ. ანუ დაუშვათ ახლა იცით თქვენი საქმე, მაგრამ შიში გაქვთ, რომ არ ვიცი რანაირად ახლა მიიღებენ, ნუ მოეწონებათ თუ არა ჩემი აი დაუშვათ აი აქ რამე წინადადება შეიძლება მიიღო და ფიქრო აი მოერევეთ გეუბნე კონკურენტებსაც კი მოერევით თქვენ. იმიტომ რომ აქ აღიარებენ თქვენ პროფესიონალიზმს სხვათა შორის. აი თუნდაც ახალი ექიმი იყო სტაჟორი სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ მაინც ხმალების აქ არის პაჟი, ხო? ან დაუშვათ ახლა სტომატოლოგიც შეიძლება, ნუ აი ექიმია ხო სტომატოლოგიც. ნუ რაღაცა თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება მიდის, გაიგეთ? კარგი, ფინანსები ნახოთ. Так. სხვათა შორის ძალიან კარგი სიტუაცია არის აქ, რაც ეხება ფინანსებს. მე ძალიან მიყვარს 10-იანი საერთოდ ხმალების. ეს ყოველთვის იმას გვეუბნება, რომ აი თუ დავუშვათ, ნუ თქვენ ახლა პრინციპში ახლა ბევრს ჩვენთაგანს ახლა რა თქმა უნდა, ნუ ახალი წელი როცა მოდის, ახლა ჩვენ ახლა საჩუქრებს ვყიდულობთ რაღაცას უფროსთვის, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შეიძლება ცოტა დაგიხარჯოთ ფულები, ხო?
აი აქ და თქვენ ახლა ნუ სანერვიულო გქონდათ ალბათ იმისი რომ აი შემოვა, ახალი შემოვა. აქ ეცეთ როგორი მომენტი არის. აქ კვირაში შემოვა კი არა ზამაგრად შემოვა და ძალიან სტაბილურად წამოვა თქვენსკენ თანხები რა. იმიტომ რომ აქ თითქოს რატომ მიყვარს 10-იანი, იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც რთული პერიოდი სრულდება, ნუ ახლა ჩვენ ახლა კლასიკაში ცოტა კიდე სხვანაირად კითხულობ. ნუ არა უშავს, მე გეუბნებით ახლა არ გინდა თქვენ ესენი, უბრალოდ გეუბნებით. აქ ახლა არის სიტუაცია, როცა უკვე ადამიანი აი თითქოს სრულიად მოულოდნელად, ნუ როგორ გითხრათ, იცით, როცა ფიქრობ, რომ ვაიმე რა ვქნა უკვე, აბა რა გავაკეთო ახლა ეს, როდის იქნება ხელფასი სიტყვაზე, ხო? ან როდის რამე შემომივა და ისეთი მომენტი არის, რომ რა ვქნა და აი ეს რა ვქნა, წამოვა ნაკადი. თქვენსკენ, ეგ წამოვა ნაკადი ზუსტად, როცა თქვენ უკვე შეიძლება არც ელოდებით არ არის ეგ თემა. ელოდებით, როგორ არ ელოდებით, მაგრამ აი სრულიად კი, აი ეს სიტუაცია ნახეთ. კი. და აუცილებლად აქ წამოვა და იქნებით კმაყოფილი, გამოდიხარ თქვენ ამ მდგომარეობიდან. თუ ცოტა გაგიჭირდათ ახლა და ცოტა ფული ისე, შეიძლება თქვენ დამოკიდებული შეიძლება ხა? შეიძლება კი არა, ახლა ვინც მუშაობს, ყველა არის დამოკიდებული, ზოგი თქვათ ახლა იმაზე, რა ქვიათ, სამსახურს ვინც გაზეთ თქვენს ახლა ხელმძღვანელზე, ზოგი თქვათ კლიენტებზე, ზოგი ვიზე და ზოგი როგორ, მაგრამ აი აქ თქვენთან სხვათა შორის даже ვიღაცა მიიღებს ისეთ თანხას და ანაზღაურებას, შეიძლება თქვათ მოვიდეს თქვენი უფროსი და გითხრას, რომ აი ნუ მაგარი იყავი შარშან თქვათ, ვერ მოგეცი თქვათ, ვერ დაგასაჩუქრე და საჩუქარებით მოგიტანს რაღაცა თანხას. აქ არ არის გამორიცხული. შეიძლება ახლა თქვენი საყვარელი ადამიანი მოვა და გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. შეიძლება იყოს აქ კიდე თქვენი თუ დაუშვოთ თქვენ თვითონ ისეთ ასწავლით ვინმეს დაუშვოთ ან სადღაც თქვა თქვენ თვითონ ხელმძღვანელი ხართ, ხო? ნუ მოგივათ რა ეს თანხები, აქ თანხები მოდის თანხები და კიდე ვიღაცას აი ეს ექნება ძალიან ისეთი ყველასთვის რა თქმა უნდა არა, ინფორმაცია შეიძლება ადამიანი ვიღაცა ვისგანაც თქვენ არ ელოდებოდ დაგიბრუნებს ვალს, ან ვიღაცა ისეთი მფარველი ანგელოზებით მოვა თქვათ ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა როგორ გითხრათ, აი სრულიად მოულოდნელად მიიღოთ ვიღაცისგან თანხას, აი ეგეც მოდის ჩემთან, გაიგეთ? შეიძლება რაღაც ზაკაზე მოგივათ ისეთი თქვათ, რომელიც თქვენ არ ელოდებოდით, მაგრამ და აუცილებლად ისეც მოგიტანს ანაზღაურება. ანუ მოდით ასე ვთქვათ, საერთო ჯამში აქ ის არ შეგეშინდეთ იმის, რომ თქვათ, აი რა ვქნა, ფული არა მაგან რაღაცა ეგეთი მომენტის არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში თქვენ აქ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ყველა ვარიანტში ეს იქნება, ანუ თქვენი სიტუაცია იცით, თქვათ, ვინც თქვათ უფროსი, შეიძლება საყვარელი ადამიანი, შეიძლება კლიენტები, შეიძლება თქვათ აქ მოსწავლე, არ აქვს მნიშვნელობა რა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გამოგიყვანებენ ამ მდგომარეობიდან. კი და ძალიან სტაბილურადაც იქნებით. უბრალოდ არ შეგეშინდეთ, ძალიან გაგეხარდებათ. შემოსავალი აუცილებლად გექნება. თქვენ ამ სიტუაციას გაუმკლავდებით და ძალიან კმაყოფილი იქნებით. კი ბატონო, ნამდვილად. ნუ ვნახოთ ახლა ურთიერთობაში რა ხდება. დღეს რა არის ეს იმპერატორი? ნახეთ, მესამე იმპერატორია ღმერთო ჩემო. გოგოებო. აქ ნახეთ რა ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ თუ იყო სიტუაცია დაუშვათ იმათთვის, ვისაც მეუღლესთან ქონდა პრობლემა, აქ რაღაც ახალ შეტყობინებას მიიღებთ მეუღლესგან და შემიძლია გითხრათ, რომ არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს აქ ურთიერთობის აღდგენაც. კიდე ვიღაცას იქნება თქვა თუ თქვენ არჩევანის წინ იყავით დაუშვათ და ფიქრობდეთ რომ ვინ ავარჩიო, შეიძლება ბევრი ბაკლონიკები ყავთ დაუშვათ და ფიქრობთ რომ ვინ ავარჩიო. აი ნახავთ თქვენ ზუსტად ესეთი ადამიანი შემოვა
თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ითქვით თქვენ, რომ აი ეს ადამიანი მინდა იყოს ჩემი ქმარი. სრულიად მოულოდნელად კიდე შეიძლება მიიღოთ წინადადება თქვენი, თქვათ, ისეთ ადამიანისგან, რომელიც მე გეტყოდეთ, რომ არ ელოდებოდეთ, იცით? კიდე ბიჭებო, თქვენთვის სხვათა შორის შეიძლება თქვენთვის ეს იყოს სრულიად მოულოდნელად ის, რომ გოგო, რომელიც თქვა თქვენ მოგწონდა და იცით, რომ თქვა ის ბევრ ვინმეს მოსწონდა, თანხმობა გითხრეს, რომ მე მინდა რომ შენთან ვიყო. აი ეგეთი ინფორმაცია მოდის. კიდე შეიძლება ადამიანი თქვენი მამაკაცი შეიცვალოს, ხო? ანუ ცვლილება როგორ მიდის, იცით, ეს ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ ჩემი პარტნიორը. ეს ეთყობა თქვენ რაღაცნაირად, ან შეიცვალეთ, ან ნახეთ რაღაცნაირად რაღაც გააკეთეთ აქ, რა ვიცი მე, რა манипуляციები ჩაატაროთ, ხო? და ანუ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენი დაკარგვა არ უნდა, პირიქით მე მინდა, რომ ავაგდგინო ურთიერთობა, ანუ აქ როგორი მომენტი, იცით, აი რაღაცა ცუდი სიტყვა, რა ვიცი, მოდი დაბაებება. ანუ ეს არის ჩემი ქალი, всё. იმიტომ რომ, რაღაცე არის მომენტი, რომ ადამიანი შეიძლება ეჭვიანოს, თქვა, ან შეიძლება დაინახოს იქ ამ სურათს, შეიძლება დადო და იმდენი ლაიკი მიიღოთ, რომ ეს ადამიანი დაფიქრდება, რომ ვაიმე, არ დავკარგო ეს გოგო, არ დავკარგო. აბა კიდე აქ რას გეტყვით? აქ რაღაცა ხო გითხარით, რომ ადამიანმა რაღაცა შეცვალა. კი. აქ ბევრს ფიქრობდა, შეიძლება თქვენ მანძილზე იყავით, გაიგეთ და აი იქ მანძილზე თუ იყავით, ამ ადამიანში მოხდა, ანუ ენატრებით, ძალიან ენატრებით და აი ეს მანძილი, ხო? ნახეთ, აი არ მიიღოთ სულაც ხოლმე მანძილი. მანძილი ისეთი რამეა, რომ შეიძლება გვაძლევს ცოტას, ნერვიულობ და რაღაც, ხო, გვენატრება ადამიანი, მაგრამ ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ ადამიანმა იქ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ თქვენს გარეშე როგორ არის, გაიგეთ? და ნამდვილად ეხლა როცა ხვდება, რომ აი რაღაც მაკლია, კი, შეიძლება ნათესავებთან იყოს, ეხლა შეიძლება თქვათ მეგობრებთან იყოს, ხო, ეხლა ეს ადამიანი, მაგრამ იქ ხვდება ეს, რომ ამის გარდა მე არავინ არ მინდა, მარტო მასთან ვარ მე ბედნიერი, გაიგეთ რა ხდება და მარტო მასთან მინდა, მარტო მასთან გრძნობ მე სითბოს და ამიტომ იცით ხოლმე, თქვათ, აი ეს ვარი წავიდა, არ მწერს, გაქრა, ეს იგი საჭიროა. ზოგჯერ საჭიროა, რომ მისცე აი ეს მაგას ეს მომენტი, რომ მან ეხლა შეცვალა, ანუ დაფიქრდეს და მიხვდეს ბოლოს, რომ ეს ქალი მიზიდავს მე. ამ ქალთან მინდა მე ვიყო. ეს ამ ქალს აქ, ეს ნახეთ, მთვარე და მზე, ამ ქალთან მე მინდა ვიყო ბედნიერი. გაიგეთ რა ხდება? აქ თქვენ გამარჯვებული ხართ, ხო ხდებით? გამარჯვებული ხართ, გინდაც ფინანსებში, გინდაც ურთიერთობაში, გინდაც საქმიანობაში. ანუ რაღაცებს, ანუ მთავარია აქ მოერიეთ თქვენს ფიქრებს, გაიგეთ? ყველაფერი მოდის თავიდან, თავში გვაქვს ყველანაირი პრობლემები, გაიგეთ, რომელიც მე გვიშლის ჩვენ ხელს იმაში, რომ ჩვენი სიტუაციები და ცხოვრება უფრო ლაღად განვითარდეს. გაიგეთ რა ხდება? აი, ამიტომ აქ ადამიანი ერევა თავის თავს პირველ რიგში და ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა დაგილაგდეთ. ანუ მე მომწონს, ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ აქ ნახეთ ახლა ამდენი სამი იმპერატორი, ხო? აქაც ახლა პენტაკლების მეფე, ეგეც იგივე იმპერატორის ენერგია, ხო? ანუ რაღაცა თქვენ თვითონ ახლა აი ბიჭებისთვის ხო ვაფშე გადასარევი თემა არის, იმიტომ რომ თქვენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღეთ, აუცილებლად, აი ასრულება გარის 100%-იანი ყველა სფეროში. მაგრამ კიდევ და კიდევ გეუბნებით, დაფიქრდეთ ყოველთვის, რაზე ფიქრობთ და როგორ ფიქრობთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შენ ფიქრობ იმას, რომ მოიცა ეს ჩემთვის არ არის, ეს არ ამისრულდება, ფული მე არ მაქვს, სამსახური მე არ მაქვს, ნეტა ვინ მიმიღებს მე, რაც აი ეს ყველა უარყოფითი აზრები უნდა ამოაგდოთ თავიდან. თუ გინდათ რომ ყველაფერი წავიდეს უფრო დალაგებულად, იმიტომ რომ
სამყაროსთვის სულ ერთია. რაიგე, თქვენ რასაც ჩასახებთ, ის იქნება რა. თუ თქვენი განწყობა იქნება ეს როგორც ანეკდოტი რო არის, რომ ადამიანი ზის ავტობუსში და ფიქრობს, ამი რაც უდე ამინდია რა, საზღარი ცოლი მყავს, რა საზღ ბავშვები რა ძალიან დაუჯერებლები არის, ეს ფულებიც არ არის, თან კიდე ბანკმა ახლა წამართვა ამხელა თანხები და უკან ანგელოზის ასე წერს უკან ზის ანგელოზი და დღესაც გუშინდელი სურვილები აქვს. ნუ ოკეი, კარგი. აგისრულდება. გაიგეთ, ანგელოზი ზის უკან და იწერს, ხო, შენ დღევანდელი სურვილის, ოკეი. შესრულებულია. მივხვდით? აი ეს არის ჩვენი ფიქრი. მოატყუოთ ეს. მოატყუოთ თქვენი გონება და ნახავთ თქვენ მოატყუოთ, ნუ ახლა კარგად თქვი. ნუ ეს არ არის ახლა ესეთი ტყუილი რო თქვათ, ხო? ანუ ეს ხო თქვენი სურვილია, ნუ რა თქმა უნდა თუ არის სურვილი. всё, ლექცია წაკითხულია. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად მიიღეთ. მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.